საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, აბა პირველი ვინმე შემეხმაურობს, რომ თუ ისმის ხმა კარგად, მე მგონი ალბათ ისმის, არასოდეს არ ყოფილა ისე. ყველას მშვიდობით მოგესალმებით, თვითონ ეს სიტყვა მშვიდობა მე ძალიან მიყვარს, ეს ქართული მართლმადიდებლური სიტყვა. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი, აი საფუძველზე მდგარი სიტყვა. მშვიდობა მართლმადიდებლურად 7 ეკლესიას მოიცავს. 7 მართლმადიდებულ ეკლესიას და მე-6 იცით თქვენ რომ არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. და ეს სწორედ აქედან მოდის 7 ეკლესიიდან მშვიდობა და ასე ესალმებოდნენ ჩვენი წინაპრები, სხვათა შორის ყოველი შეხვედრის დროს. მე მინდა სულ ყველას მშვიდობა უსურვო დამდეგი 2025 წელს და ვიტყვი ერთ რამეს, რომ მშვიდობა, მარტო მშვიდობა თუ იქ თავისუფლებაც არ დევს ამ მშვიდობაში, არაფერს წარმოადგენს. მაშინ არის მშვიდობა კარგი, როდესაც შიგ თავისუფლებაც დევს. თორემ იყო პერიოდები საქართველოს ისტორიაში, როდესაც არაბები ბატონობდნენ, მონღოლები ბატონობდნენ, ტყვიას არავინ გვესროდა, მაგრამ რა თქმა უნდა იყო მშვიდობა, მაგრამ არ იყო თავისუფლება. აი მშვიდობა მაშინ არის ძვირფასი, როდესაც შიგ თავისუფლებას დევს და სწორედ აი ქართველი პატრიოტები ყოველთვის აი ასეთი მშვიდობისთვის ვიბრძვით. დღეს მეგობრებო, ძალიან ერთგვარად მძიმე დღეც არის, დღეს 31 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ბნელმა ძალებმა გამოასაარმეს სიცოცხლეს. კაცმა, რომელმაც სკოლის მერხიდან დაიწყო ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის, შემდეგ მასთან ერთად გაერთიანდნენ მერაბ კოსტავა და კიდევ მრავალი მამულიშვილი, განსაკუთრებით მერაბ კოსტავა და ბატონი ზვიადი სიცოცხლის ბოლომდე, სანამ ცოცხლები იყვნენ, მუდმივად დაუღალავად იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის და უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს. მე ვიტყოდი იმას, რომ თუ საქართველოს ისტორიაში ყოფილა გმირები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გმირები არიან ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. და ეს რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო კაშკაშა გმირები გახდებიან და იმაში დარწმუნებული ვარ მე, რომ მათ აუცილებლად ერი და ეკლესია აუცილებლად შერაცხავს წმინდანებად. სამწუხარო ის არის, რომ აი ამ დამნაშავე რეჟიმმა დღემდე არ გამოიძია ეს უმძიმესი დანაშაული და ჩვენ როდესაც გაერთიანებას რაღაცას გეგმავთ, მე მინდა ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ქართულ ხალხს და მთლიან საქართველოს მოსახლეობას და მოქალაქეებს უთხრა, რომ თუ ფუნდამენტი არ იყოს, სუფთა სახლი ვერ აშენდება, ამიტომ რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ რეჟიმმა, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ზვიად გამსახურდია, არასოდეს გამოიძიებს, მაგრამ მოდის ის დრო და მოვა ძალიან მალე, ვიდრე ძალიან ბევრს გონია, მოდის ის დრო, როდესაც ხელისუფლებაში აუცილებლად მოვლენ ყოველ მიზეზს გარეშე ეროვნული ძალები და ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ საუკუნის დანაშაულს. შეიძლება ბევრი ცოცხლებიც აღარ იყვნენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და უნდა ერწყმოს. დღეს სამწუხაროდ მეგობრებო, ერი მთლიანად არის გაყოფილი, ისევ და ისევ თითქმის დასრულდა ეს დასავლეთიდან მართული ეს მძიმე დღეები. უზარმაზარი თანხები იყო აქ ჩადებული, ალბათ ყველა მის ამაში და ყველა დარწმუნებულია, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ქვეყანა აეყირავებინათ. არავინ არ იფიქროს, რომ ეხლა მე როდესაც ამას ვლაპარაკობ აქედან მე ოცნებას ვიცავ, ღმერთმა არ ქნას, რომ მე აი ეს
ამ რეჟიმის რომელიმე მხარე დავიცვა, მაგრამ უპირველესი ხიფათი რაც იყო, ამაზე ვსაუბრობ ჯერ და ოცნება შემდეგ მიეხედება. უპირველესი ხიფათი იყო ის, რომ აი ეს ზოგადი ლოზუნგები, რომ ევროპაში შევდივართ, ევროპული მომავალი, ამის უკან იმალებოდა ყველაფერი მთავარი. სინამდვილეში მეგობრებო, დადგა დრო, როდესაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ადგილი გახდა საქართველოს ტერიტორია და ეს რატომ გახდა იცით ყველამ, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ უკვე ამან მნიშვნელოვანი ის მიიღო, რამე თუ ბევრი გზები ეს ენერგორესურსებზე დასანქცირდა და აი აქედან საქართველოს ტერიტორიიდან შავი ზღვის გავლით აი ეს ენერგორესურსები უნდა ენერგორესურსების გამტარი უნდა გახდეს საქართველოს. ეს არის ის 500 წლიანი ოცნება ქართველი ხალხსა საქართველოსი, აბრეშუმის გზა რომ ქვია და აი ეს გზა იბლოკებოდა სხვათა შორის ევროპისგან და ამერიკისგან, სიმართლე თუ გინდა გითხრათ. მე არ დავასახელებ, ეხლა ძალიან არასწორი იქნება და ალბათ რა ვიცი, ეხლა ცოტა საშარო საქმეც არის, მაგრამ აქ ბრძანდებოდნენ ზუსტად იქიდან ჩამობრძანებულები, რომლებიც 51% ითხოვდნენ ანაკლიის აი ამ პროექტში. საბედნიეროდ საქართველოს დაიტოვა 51%, ხოლო აი 59% ვისია და რა არის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, უკვე მე ძალიან მნიშვნელობას ფაქტურად არ ვანიჭებ, თუმცა კარგი იქნება თუ აქაც ბალანსი იქნება დაცული, რომ ეს პატარა ქვეყანა შარში არ გაეხვეს. წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა შემოსავლების პროექტია, რომ მთელი მსოფლიო ასეთ დონეზე არის აჯანყებული საქართველოს წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ თქვენ ამერიკა, მთელი ევროპა, აზია, სულ ყველა ჩართულია აი ამ დაპირისპირებაში, ზოგი მომხრე, ზოგი მოწინააღმდეგე და წარმოიდგინე ეს ყველამ უნდა წარმოიდგინოს კარგად რამხელა შემოსავლების, თუ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპისთვის და ამერიკისთვის. წარმოიდგინეთ ამ პატარა სახელმწიფოსთვის რამხელა დოლლათის მომტანი იქნება ხალხო და აი იქ ვინც დარბის რუსთაველზე, აი ზედაპირულად რომ აი ლოზუნგებით რო ატყუებენ, ხო? ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვის თამაშს თამაშობს, ვის ხორუმს ეკავს, ვის განდაგანას ეკავს. ამას ხო მართლა პოლიტიკოსები სჭირდება და სერიოზული განჯა სჭირდება, ხო? არ შეიძლება ვიღაცა ახალგაზრდა ბავშვმა, კი ძალიან მიყვარს ახალგაზრდები და მომავალია ჩვენი, მაგრამ ახალგაზრდამ ხო არის პოლიტიკა კაცო, არც ერთ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, რომ 25 წლის ბიჭები მოვიდნენ სახელმწიფოს სათავეში. ესეთ რამე არსად არ მოხდარა და ვერ მოხდება, ხო? აქ ერთი პირობა იყო, როგორმე იმ დასავლეთს აი ამ პროცესებისთვის, ანაკლიის, აი ამ და აბრეშუმის, აი ამ აზია ევროპის ხიდისთვის მოეყვანათ ისეთი მარიონეტები ხელისუფლებაში და ისეთი ვაჭრები, როგორებიც არიან ხაზარაძე, ჯაფარიძე, ძირითადად ფაქტიურად მეგობრებო, ესენი არიან გვარგადაკეთებული არაქართველი პოლიტიკოსები, რომლებსაც ბოდიში და სულ ფეხებზე კიდიათ საქართველოს მომავალი. ესენი არ არიან ქართველები. ამაზეა მთელი დაჭმა სინამდვილეში და არავითარი არჩევნები და არალეგიტიმური და რომელ ლეგიტიმურ არჩევნებზეა საერთოდ ლაპარაკი და რა ლეგიტიმაციაზე და იმაზე ლაპარაკი, როდესაც 92 წლიდან საერთოდ არ ჩატარებულა არც ერთი ლეგიტიმური არჩევნები. ზარბაზნებით მოსული ხელისუფლებების სამართალმემკვიდრეობას ასრულებენ სულ ყველანი, ხო? არც ერთი არ არის ლეგიტიმური. თუ რაღაცა ეთქმით, აი სამართლიანი სიტყვა, მაშინ უნდა დაიწყო იქიდან და არა 2024 წლიდან, აი ამ ტელევიზიებს ვეუბნები, თავარი არხი ტv პირველი და ეს სულელები რო დარბია რუსთაველზე და
ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობენ და სალომეს რო უწოდებენ კიდევ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეხლა მე ესეთი ის მრჩება, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულია ოცნებასთან. ნამდვილად არ გონია ასე. ადრე წერდი და მე ამას მოძებნი აი ჩემ პოსტს და დავდებ ხელ ახლა. არავითარ შემთხვევაში არ გონია, რომ ბიძინა ივანიშვილის სფეროდან გასულიყო, მისი კონტროლიდან გასულიყო ეს ქალი. არ არსებობს. ეს არის ფულის სტობრით დასმული ეს ქალი და ამ ქალმა შეასრულა ყველა ის დავალება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ აი ნელა აი ამ დაპირებებით და იმითი მასხრად აეგდო აი ეს პროცესები და ფაქტიურად ის ხალხი მე ნამდვილად მეწოდება გულწრფელად რო იგა რუსთაველს და მართლა რო გონია რომ სამშობლოს თავისუფლების და მომავლისთვის იბრძოდა, მე მათ თანაუგზნობ, მე მათ გულწრფელობას ვაფასებ, რომ უნდათ მართლა ბედნიერი მომავალი საქართველოს, მაგრამ ძალიან მაგრად მოგატყუეს ხალხო, იგივე ბიძინა ივანიშვილი, ის სალომე ზურაბიშვილი და აი დათათაშხიაში რომ არის რა. კიო ქალბატონო, მაგრამ მაინც მოგზავნილი მგონი ხართო. ნახეთ რაც გააკეთა დღესაც და მანამდეც გამჭვირვალობის კანონზეც როგორი მოქმედა. გადაავლეთ ყველაფერს თვალი და ნებისმიერი პოლიტიკოსი ამას მიხვდება. ეს არის ჩვეულებრივი თამაში მარიონეტებისა და მუსყიდული ხალხის. არაფერი არ აქვს ამას საერთო. მე უბრალოდ ეხლა მინდა ასევე ბიძინა ივანიშვილის თემასაც შევეხო. იცით თქვენ რომ ჩვენ გეგმავთ ძალიან დიდ გაერთიანებას ქართველი ხალხისა და ძალიან მინდა დაგაიმედოთ რომ 2025 წლიდან 15 იანვრიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ სისტემატიურ გამოსვლებს, სისტემატიურ ტელეეთერებს, ყოველთვის სისტემატიურ პირდაპირ ეთერებს გავაკეთებთ ჩვენ. კვირაში ალბათ ერთი 3-ს მაინც გავაკეთებთ და ყოველთვის ჩავაყენებთ საქმის კურსში ჩვენს ხალხს. ეს იქნება ძირითადად მეგობრებო იმ სამართლებრივ საფუძვლებზე დადგომა, რომელსაც ქართველიერი ეროდება, რომ ოდესღაც გასწორდეს სულ ყველაფერი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ იყოს ერისწიაღიდან იქამდე მივიყვანთ ამ საქმეს, რომ ერისწიაღიდან იყოს არჩეული ქვეყანაში ხელისუფლება და არა გარედან ბრიუსელიდან, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან დანიშნული ხელისუფლებები და აი ეს ხელისუფლება რომ იყოს ყოველთვის პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, საქართველოს ამომრჩევლების წინაშე. არა მარტო ქართველის, აქ ბევრია საქართველოში მაცხოვრებელი, რომელსაც მართლა მე ბევრს ვიცნობ, როგორც აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ისე სხვადასხვა კიდევ აი ჩემს რაიონში ბევრია, რომ არიან ნამდვილად სამშობლოს ერთგულები და ისინი ვერასოდეს ვერ სწავლენ საქართველოსთან, იმიტომ რომ ძალიან უყვართ აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ. ყველას გულისხმობ, როდესაც აი ამ სიტყვებს ვამბობ მე. ხო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მეგობრებო, რომ პროცესი მივიყვანოთ იქამდე, რომ აღდგეს კონსტიტუციური სამართალი. და დღეს მე ტყუილად არ ვახსენე, ცხონებული ზვიად გამსახურდია, სკოლის მერხიდან დევნილი, დისიდენტი დევნილი, პრეზიდენტი დევნილი, გარდაიცვალა, მოკლეს უпростоრეთ დევნილი და არ ეღირსა სამშობლოში დაკრძალვა წლების შემდეგ მაინც დევნილი იყო. მუდმივად დევნილი პრეზიდენტი. ეს რაღაც ერთგვარი სიმბოლოა, მთელი ქართველიერია დღეს დევნილი მეგობრებო და ზოგი საკუთარ სამშობლოშია დევნილი, ზოგი სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია გამფენილი და სუყელანია ვართ დევნილები აი ამ დამნაშავე რეჟიმის პირობებში. და წარმოედგინეთ თქვენ, აი ვინც რუსთაველზე დადიხართ, ახალგაზრდებო, თქვენ მინდა მოგმართოთ, თუ კი ეს ძალა, რომლითაც გვაშინებს ქართული ოცნება, მართლაც აი ეს დამნაშავე რეჟიმი სააკაშვილისა, თუ კი ეს ჩაირეცხა, ამათ არანაირი დასაყრდენი აღარ ექნებათ ბიძინა ივანიშვილს.
10-0-ს მოუგებთ ყველა ნებისმიერ აი რა ვიცი სატელევიზიო ეთერი გინდათ სამართლებრივი დავები გინდათ ნებისმიერში მოუგებთ 10-0-ს ყველგან ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ეხლა რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს შეეცდება რომ ისევ დაიტოვოს ნაციონალური მოძრაობა რაღაც დონეზე რომ აი ხალხს ეშინოდეს რომ აი თუ არა აგერ არის აი მიშა ვივამეთში და გამოიყვანთ და არ მოხდება მეგობრებო ეს ჩვენ გამოვარდა აი ამას ყველაფერს ფარდას ავხდით ძალიან ძლიერ ბრძოლას დავიწყებთ იანვრიდან მთელ საქართველოს გავაერთიანებთ და დავაყენებთ იქ სადაც უნდა იდგეს ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი იქ არა ეხლა დღეს რომ აი ვიღაცის დაკრულებზე დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკრულებზე რო არ ბენინებენ არა იქ სადაც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი მეგობრებო აი იქ დავაყენებთ ყველა ქართველს ჩვენ ყველას თან მივალთ ყველას გულს ვენაცვალე ყველა ქართველისა ჩვენ ერთმანეთს გაუგებთ ერთმანეთის გულებს ვიპოვით და ამას გავაკეთებთ აუცილებლად ეს აუცილებლად მოხდება რა უნდა იყოს ისეთი რომ ჩვენზე ისეთი ზეწოლა განახორციელონ ეხლა რა საზღვარგარეთ ჩვენ ვერ დაგვიბლოკავს ანგარიშები საერთოდ არა გვაქვს არც ერთ ბანკთან არ თანამშრომლობ არც ერთ ბანკთან დიდი ხანია არ თანამშრომლობ არც ერთ საჯარო სამსახურში არა ვარ ხატვარი ვარ ხელოვანი ვარ და ვერაფერს ვერ მიზავთ აი არ ვიცი რა უნდა გავიკეთოთ ხო ისეთი რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოთ სული ჩვენი არ იყიდება იდეა ჩვენი არ იყიდება ფულს ჩვენ არასოდეს არ ავიღებთ თქვენგან დამთავრებული ამბავია ხო ახალგაზრდობაში რაღაც არ ამთავაზობდნენ ხო არასოდეს მithქვია ბაკურიანში ბინას ქარელში აგერ ცოცხლები არიან ისინი მანქანას ფულს უზარმაზარ ფულს ხო მეყო ის რა ქვია და რამდენი არიან ჩემს გარშემო ის მეგობრები რომლებსაც ეყო ის გამძლეობა სული სიძლიერე რომ ჩვენ გაუძელით ამ ცნუნებას და არასოდეს არაფერი არ იმას გვიქნია და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სიგარეტის ფული არ მქონდა და თუთუნს ეწეოდი ერთი წელი მაგრამ ღმერთთანაც მართალი ვიყავი და სამშობლოსთანაც და აი ესია რომ იცოდეთ იდეა არის ჩვენი სული არ იყიდება და ამის იმედი არავის არ გქონდეს მოკლედ მეგობრებო ბევრი შეკითხვა შემოდის ხოლმე და კიდევ ერთხელ პასუხობ რომ ჩვენი გენერალური ხაზი არის კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და დამთავრება ამ 32 წლიანი აი ამ რა ქვია ჯამბასების კარუსელისა პოლიტიკური თაღლითების ჯაბა იოსელიანის და კიტოვანიდან და შევარდნაძიდან რო დაიწყო აი ამ რეჟიმის დასრულება უნდა დავიწყოთ 15 იანვრიდან ჩვენ ამას დავიწყებთ ძალიან დიდი სერიოზული ტემპით მოქმედებებით და თქვენ ამას ყველა იხილავთ 15-მდე რა თქმა უნდა ცოტა შეიძლება ვიყოთ პასიურები ახალი წლებია და გვაპატიეთ მაგრამ იმედი გქონდეთ რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული დასაწყისი ახალი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისა მე არ ვიცი ამას რა დავარქვათ ეს თვითონ ხალხს უნდა მივანდოთ აი ამ გაერთიანებას მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად შინაარსობრივად ეს ადაგება მამული ენა სარწმუნოებისათვის აი ამ სამ სიტყვაში დიდი ილიას აი ამ სამ საუნჯეში დევს ყველაფერი რისთვისაც ქართველმა უნდა იბრძოლოს და ყველაფერი რაც გაყიდულია ერში მიწიდან დაწყებული მამულიდან დაწყებული სარწმუნოებას უყველაფერი რომ აბსოლუტურად თავდაყირად გას ყველაფერი უნდა დავაყენოთ სწორედ იმედიანად იყავით მეგობრებო კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს არ დაიდარდოთ არავინ არ არის დამარცხებული მე იმ მხარესაც მინდა უთხრა ძალიან ბევრს რომლებსაც არ ესმის ეხლა თუდად არ გამიგოთ მაგრამ ძალიან რთული პროცესებია და შეიძლება ბევრი მოტყუებულია თქვენთაგანი მაგრამ უფრო სწორ პროცესებში ჩადგებით დამიჯერეთ ჩვენ ვიპოვით ერთმანეთის გულებს ქართველები და დავდგებით ერთად და ნამდვილი სამშობლოს თავისუფლებისთვის ყველა ვიბრძოლოთ 15 იანვრიდან დიდი მადლობა ჩემო ქართველებო ღმერთი გფარავდეთ ყველა ემიგრანტს მიულოცავ აქედან დამდეგ შობა ახალ წელს მადლობა უფალს ბევრი მეხმიანება იქიდან
და კიდევ ერთ ვიტყვი რომ ძალიან მეიმედებიან ახალგაზრდები იქით არიან ევროპაში აი სამშობლოდან განდევნილი პატრიოტები როგორებიც არის თუნდაც ერმილე ნემსაძე თავის ძმა ასევე ჩემი რაიონიდან არის ერთი ჯანიაშვილი ძალიან ახალგაზრდა კაცი ჩვენ აი ამ ახალგაზრდებს ამ დიდ პატრიოტებს რომლებსაც მართლა ესენი ამათ სულს ვერასოდეს ვერ იყიდიან ზუსტად აი ასეთ ხალხს ჩაუყენებ და ემიგრაციაში მე იმედი მაქვს რომ აი ეს ხალხი უხელმძღვანელებენ თელ ემიგრაციას და ეს ერთიანი ბრძოლა ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლა იქნება ყველა ქართველისა ყველასი იქნება ეს არავინ არ იქნება აქ უფროსი ყველა ვიქნებით ერთად და ერთად უნდა მივახციოთ ამ ქვეყნის წარმატებას მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო რა ვიცი აი ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და ღმერთი ფარადეს სრულიად საქართველოს და ყოველ თქვენს ოჯახს